მალვინა მუკბანიანი, თვითნასწავლი მხატვარი, პოეტი, პედაგოგი, ბიოლოგი, დაიბადა ლენტეხში 1946 წელს. ბუნჯს ბავშვობიდან მოჰკიდა ხელი მხატვრის შთაგონების წყარო უნიკალური სვანური ფოლკლორია. ხო, ვიდრე სუფრა რო გამზადდება, მაშინ მოდის ოჯახის უფროსი და დაიჩოქებს აქ ბუხართან, მაქვს ერთი ბუხართან გაკეთებული იმაში არის მუზეუმში სურათი და დაიჩოქებს და ეხვეწება ღმერთს, რომ ეს ჩვენი ახლა როგორ არის სვანურად ამბობს, რომ ზუღვა ბასილ გირგოლ კალანდაშ იმჟვაი მიაწოდ ხავდის ქვინი ნაწილს ბასილსი გირგოლს ზუღათეისა ეჯინ ლახო გუშგვე მიცოესა გუშგვე დგაროს ქვინი ნაწილი და კამპუ ქრისტეს საქუნაშ მადილჯერი ერთი კვირა ეშხუდ ნაგზა კამპუ გუშგვეთე გუშგვე დგარო მედალს დაამთავრა საშუალო სკოლაზე სამედიცინო არ მინდოდა არაფრით და მე გადავწყვიტე ესე ბიოლოგია სიცოცხლე და რაღაცა უფრო საინტერესო იქნება მეთქი და იქ შევაბარო მე აუცილებლად ფიქრში უნდა დავხატო ჯერ აი როგორი უნდა იყოს ესა დაახლოებით და როდესაც დავაკონკრეტებ გონებაში ამის შემდეგ ვხატე ესთეტიკურად თუ არ მოგწონს ამ შემთხვევაში ნახატი არ ვარგა თუ გინდა 1000-ნაირ შინაარსი გქონდეს მაგას ან ისე საერთოდ შინაარსიან ნახატებს ესთეტიკა შეიძლება არ იყოს საყვარელი ფერი ჩემი არის ბზისფერი ცისარტყელები მე ძალიან მიფიქრია ცისარტყელის დახატვნა რომ ვერ შევძლიე ისეთი გემოვნებით და ისე კარგად როგორც მე მინდოდა ხელითაც ვაკეთებდი მე მაგათად ბამბას დავახვევდი იმაზე რა ქვია ჯოხს როცა არ მომწონდა თქვა ჩემი ფუნჯი ჩემით ბამბას დავახვევდი და აი მითაც მიმუშავნია თქვა მიმუშავნია იმითაც რა ქვია გუბკაროა ესე იგი დანაჩხაყნები რო არ ეთყობოდეს თქვათ და მონასმები რო არ ეთყობოს და პირდაპირ ფერი იყოს მარტო მონასმები არ ეთყობოდეს იქ გუბკაკარი მერე ჩამნაფიქრი რომ გამიჩნდებოდა ვთქვათ აი ეს ამბავი იკარგება ვთქვათ ეკარგება სვანეთში აღარ იქნება ვთქვათ ხორბლის რეცხვა მის შემდეგ აღარ იქნება ასეთი სტილი და ხო საინტერესო იყო ის ხელსაწყო რომელიც ბაბუას ჰქონდა სადაც ხორბალს რეცხავდნენ და დავხატე ეს ვთქვათ ასეთი ისინი მაგათად ასლები არ მაქვს მე არ მაქვს თქვათ ესენი რა ქვია ესკიზები და ესენი არ მაქვს მე გავაკეთებდი ტილოს ნუ ეს საკითხი უნდა დავხატო მეთქი და ტილოს გავაკეთებდი და მე პირდაპირ ვიწყებდი ტილოზე ხატვას არც ესკიზი და არც სხვათა შორის მოლბერტიც არ მაქვს მოლბერტი კაია რომ ამჟამად მალვინა მუკბანიანს მრავალფეროვან, გამოცდილ ხელოვანს, შემოქმედებითი სიმწიფისა და სრულყოფილების ხანა უდგას. ეს ის სულიერი და შემოქმედებითი მდგომარეობა, როცა ყოველივე ხელგეწიფება, მაგრამ მაინც ეძებ, მაინც სიახლისკენ მიილტვი. სოფელ ჭველიერში ცხოვრობს, პედაგოგობს და დღემდე მის პალიტრას
სვანეთის პეიზაჟები, სვანური წესჩვეულებები და ნატურმორტები ასაზრდოებს.